იზე შორტ ვიდეოების გადაღებას. მოდი დავიწყებ ესე პატარ-პატარა ვიდეოების გადაღებას ხოლმე და კვირაში ერთხელ ერთი ვიდეო გამოვა. რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე. ვლოგებივით იქნება. ეხლა ჩამოიყარა კაკალი. კი არა, ჩამოვბერტყე. გავტეხე. საცივი ვისწავლე თან სახელოსნოსავით მაქვს გაკეთებული და საცივი ვისწავლე ერთხელ გავაკეთე. ნორმალური გამოვიდა რა და ახლა კიდე გავაკეთებ ხა ცოტა გუში მომიგროვ და დღესაც მოვაგროვებ. არჩენები აქ ჩავყარე და ხო არიცით ხახნო რატო შავდება კაკალი, ანუ რამდენიმე ძირია, ახლა ერთი ძირია, რომელსაც კარგად 1-2 ძირია, საიდანაც ჩამოდის ნორმალური კაკალი რა. დანარჩენი შავდება, რაღაცა დაავადება აშკარად რა. ხის რო ანუ ფუჭდება რა სულ რა. აბა აქ რაც მე კაკლის ხემი დგას, სულ კაკლის ხეებია. ნიგოზში ვიბანავებდი, ნიგოზში და დოლარებში ვიბანავებდი კიდე. ყველა კაკალი რო კაი ჩამოუცვიდეს აქენა, რა ვიცი, მთელი წლის სამყოფი მექნებოდა, მაგრამ არა. ნუ თხილები ბევრი ძირი ერთად არის, უნდა გადავანაწილო ეგ ვიდეოში ვნახე. წელს არ ვარ გამოსავალი თხილის. ფაზე ჩასაფრებულია. თაგვებზე უნდა ეტყობა რომ ინადიროს და აქვე ცალკე გავცეთ პასუხები შეკითხვებს. საერთოდ ამ ვლოგებში ჩავსვამ ხოლმე მე მგონი ჯობია, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში რაღაცებს ვიღებ და ამ შუა ვლოგებში ჩავსვამ ამ შეკითხვებს, დონაციების შეკითხვებზე პასუხებს. ანუ ორჯერ წამეშალა ვიდეო რა. ჯერ ტელეფონი დამიჯდა და მთლიანი საათი და 20 წუთიანი ვიდეო წამეშალა. მერე ესე გადაღების დროს გამეთიშე ტელეფონი. მერე ჩავწერე და თვითონ YouTube-მა დამიბლოკა, ვაფშე დამიბლოკა ვიდეო, ვაფშე არც აჩვენებდა რა. მერე არ ვიცი ნახეთ თუ არა, მერე შორტ ვიდეოში დავდე ანონსი რომ მეთქი ხვალ საღამოს 10 საათზე მექნება ლაივი და იქ გავცემ პასუხებს მეთქი. ლაივში გავეცი პასუხები და მოგეთ იმ ვიდეოს წაშლა გამომიწია, იმიტომ რომ ვერ ავტვირთე YouTube-ზე რა. იმიტომ რომ ესე იგი განხილვების დროს უნდა მეჩვენებინა რამდენიმე TikTok-ერი რა, რამდენიმე უცხოელი TikTok-ის ვიდეოები უნდა მეჩვენებინა და გაჩვენეთ რა იქ ლაივში. მოგეთ აქ გადარეპოსტებული მაქვს რა Flat Earth-ზე და ეგენი რა, მოგეთ Charlie Kirk-ზე და მაგასთან დაკავშირებით, ხო და ესე იგი შეკითხვები იყო გეტყვით ეხლავე საიდუმლო ნაძვის ფესვები ლაშა ძალიან საინტერესო ვიდეოს გადავაწყდი, ფიქრობ დაგაინტერესებსო და მადლობა ვნახავ მაგ ვიდეოს, ნაწილი ვნახე უკვე. კანარეიკამ ლაშა შენი რეპოსტი შემხვდა ახალ ისრაელზე უკრაინის ტერიტორიაზე, რომ არის შეგიძლია ვრცლად მოგვითხრა მაგის შესახებ რა ხდებაო. ანუ მაგ ვიდეოში რაც იყო ეგ არის ვრცლად მოსათხრობი არაფერია. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით თვითონ ისრაელს უნდა რომ გადაბარგდეს, მოკლედ ებრაელებს უნდათ რომ აითვისონ უკრაინის ტერიტორია და ეს არის ერთ-ერთი ვერსია. არ ვიცი ზუსტად დაველოდებით და შევხედავთ ნამდვილად ეგრე არის თუ არა, შევხედავთ რა მოხდება. მერე საიდუმლო ნაძვის ფესვებმა Charlie Kirk-ს კლავენ და უეცრად ნასამ სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინა მარსზეო. მაგაზე ვისაუბრე რომ ანუ ხელოვნება არის ეგ მთლიანად გადატანის, ანუ ყურადღების გადატანის ხელოვნებაა ცალკე. რომ ზოგადად მაგ ფილმიც ვურჩიე მე ლაივში არ ვიცი იყავით თუ არა. კიდე გირჩევთ შემდეგზე, მე გირჩევთ მაგ ფილმს რა უნდა უყუროთ. აი ამ ფილმს მოდი გაჩვენებთ. აუცილებლად ნახეთ ეს ფილმი Walk the Dog, აი ესე ქვია. Walk the Dog. კუდის ქიცინი 1997 წლის ფილმია, G-Movie-ზე დევს, აი G-Movie-ზე დევს რა. G-Movie. აქ არის ნაჩვენები როგორ ხდება პროპაგანდით, სატელევიზიო საინფორმაციო საშუალებებით ყალბი ისტორიების შექმნა. აუცილებლად ნახეთ ეს ფილმი, სერიოზული ფილმია ძალიან რა. რაც შეეხება Charlie Kirk-ს, ესე იგი, ხო, Charlie Kirk-ი არ მოუკლავთ, ეს იყო გათამაშებული, ინსცენირება იყო სიკვდილის, იქ შლანგები ქონა ჩამონტაჟებული და ყელიდან სისხლი ასხავდა სინამდვილეში შლანგიდან, ანუ ფილმის გადაღების დროს რასაც იყენებენ ხოლმე რეკვიზიტებს, ეგ იყო, მთელი მისი ცოლის ტირილები ყველაფერი დადგმული იყო. ეხლა ტრამპთან ჩახუტებები და გამოსამშვიდობებელი საღამოები და მთელი ამბები. Biggest Flat Earth-ზე როა წერია გადაზიარებული მაქვს მასონებთან და მოკედა მაგა ილუმინატებთან, მოკედა ილუმინატების წევრია რა, ეგ როგორც ტრამპის კაცია და დაჭირდათ რა.
იქ პლუს რეიტინგის ამაღლება ტრამპისთან მთელი ამბებისთვის დაჭირდათ რა. 1 საათი ვისაუბრე ზუსტად მაგაზე რა. საიდუმლო ნაძვის ფეხს მე ლინკი ჩამიგდო, საიდუმლო ნაძვის ფეხსვემა არასდროს არ მიგდებს TikTok-ი აკაუნთიდან, მაგრამ შენი ვიდეოები როცა ხდება 90% მე მაგდებს, ეხლაც გამოაგდო. ბევრი გამოაგდო და ზოგს აკაუნთი საერთოდ გაეთიშა. მეც მეტიშებოდა თავიდან და რა ვიცი რატომ ხდება არ ვიცი. სავარაუდოდ იმიტომ რომ ძლიერი სიხშირის ინფორმაციები გამოდის ჩემი TikTok-იდან. და რკინის რეიკა, ეს ახალი სათვალე ხო, რკინის რეიკა, ეს ახალი სათვალეებიც, რობოტებიც ისე მიდის ყველაფერი რომ მგონი ტექნოკრატია მომავალიო. ეს ლაივის დროს დამიკომენტარა, დიდი მადლობა დონაციებისთვის. გავაგრძელოთ ახლა ვლოგი. დღეს ესე იგი, დღეს სამშაბათია. ესეთი კარგი ამინდია დღეს. და სადღაც პარასკევს თუ შაბათს იწყება წვიმები, ერთკვირიანი გადაბმული წვიმა. რა თქმა უნდა, ამ წვიმას მე ქარებიც მოყვება. აი ეს კაკალი გავზარდე, მე რა გავზარდე, გაიზარდა, მაგრამ რაღაცა ისიც მქონდა შეყუდებული, ეს ახალი ენერგია. ესეც ახალი ენერგია, ჩემი საცუდავი ბოსტანი. მოკლედ, აქ რა მაინტერესებს ხალხნო. ეს ჩავთესეს გოგრა მომცეს, ეს თესლი გოგრა არის თუ რაღაცა და არც მახსოვს როდის ჩავთესე, ალბათ ივნისში, მაისში. მოიცა? მეორე მხრიდან გადავიღოთ. ეს როდის ითესება საერთოდ რომ მითხრათ, აბა. ეხა კომენტარებში ყველაფერი იცის ხოლმე და ბარი მასწავლეთ აგერ. იმდენ რამე არ ვიცი. საწავი და იქ თავი გაიკეთა გოგრამ, საწავი და სადღაც იყო. გაქრა და მეკარგა. ხო და ეს როდის უნდა დავთესო? აი აგერ არის ხო? წვერზე ყოფილა და ვერ ხედავდი. აი ესეთი ის აქვს გაკეთებული, ეს მოისხა რა. ხო, დავაგვიანე თუ რაიმე განსაკუთრებული უნდა და ვერ გავიგე. ეთყობა ცოტა აპრილში ან მაისში უნდა დამეთესა, არც ვიცი როდის დავთესე, რავი, თესლი იყო და ჩავთესე და ამოვიდა იქ და ყვავილები დამჩამარტო. აქ მაქვს ალი ბუხარი იცით თქვენ? ბევრს არ ეცოდინება, მაგრამ მაგარი რამე, ანუ მე მაგას უძახი ყემლისა და ქლიავის ნაჯვარს და ადესა ავიდა ზევით, ხა. ჩემი ძველი კრაოტი. გადაობა. ეს ჩამოვიტანე ხაშურიდან. არ გადავაგდე სპეციალურად, იმიტომ რომ պետքի გამოვიყენე კაი საწოლია თქო, მაგრამ ესე იგი მე დიდი ხნის მერე, ესე იგი გამზაფხულზე გავშალე რა გადამოდი გავასუფთავე. ჟანგებისგან არის გასაწმენდი და ეხა რესტავრაციის ჩატარება უნდა. ამას მე ჟანგებისგან გავწმინდავ, გავასუფთავებ და გავღებავ რა. ეხა ჯერ ღიაცის ქვეშ არის მაინც. რომ გადახურულში შევიტან, ხო და ესე იგი რომ დავწექი, თან სხვათა შორის პარალონი რომ დავაფინე და მე დავწექი, ანუ შემიძლია ვთქვა რომ სოფლიოში არის ყველაზე კომფორტული საწოლი რა. აი ყველაზე ნებისმიერ მატრას ჯობია. წარმოიდგინე საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებულია, რა მაგარია პროსტა. ჯერ კიდე ხო დგას დაჟე ბორბლები აქვს, აი მიწაში ჩასული. ხო და ეხა ეს შუა დღეზე რა. მე ესე რა რომ მუშაობ ხოლმე შუა დღეზე წამოსაწოლად, ისეთი მაგარია, აუ ძალიან მაგარია რა. მაგარი კომფორტულია მართლა გეუბნებით. მამას ახლა მე გავასუფთავებ, გავღებავ, გადახურულში შევიტან და მე ჩოლები დავაფენ რაც უნდა ეს ლეიბი და რაღაცები და იმენა მაგარია რა. ასე რომ ესეთი საწოლები ვისაც გაქვთ სოფლებში არ გადააგდოთ. ამაზე უკეთეს აი 900 ლარიან მატრასზე მძინავს და მაინც ვერ ჯობია. ბევრად ჯობია ეს. და ეს კრაოტი არის უბერებელი რა. ეხლა ოხშენი ეხლა უნდა რამხელა დაეთკაცუნა. ეხლა უნდა გაჩვენოთ საინტერესო რამ. ესე იგი ეს ჩემი ფანარი, ნახე? ეს ჩემი ფანარი არის, თავზე გასაკეთებელი ფანარი არის სენსორზე რა. აუ რა ქვია, რა ფირმა არის? აუ ეხლა რომ მოვიხსნა. ვიღარ დავიმაგრებ მე. აი სენსორი აქვს ხახნო. აი ოქროს თვალიო თუ რაღაც ეგეთი რო ქვია, ტელევიზორსო სენსორი აქვს. შუქს რო აანთებ ოთახში, იქიდან გამომდინარე რომ გამოსხივებას, ანუ მონიტორის გამოსხივებას რო არეგულირებს.
აი ეგეთ სენსორი აქვს ამ ფანას, ეგეთი რამე თუ იქნებოდა. ანუ ხო ანათებს. შუქზე მიმანათებ და აი ბნელდება რა. ეხეს თავი შუქი ანათებს. მოკლედ აქ ახლა რა არის? ეს არის გადაჭრილი გაზის ტრუბა მილი. აი ნახე ვერ ვანათებ რა. ანუ სტატიკურად არ ანათებს ესე ვთქვათ. შუქზე აი ახლა გაანათა, ახლა გაანათა. მოგეთ ამას დღისით მე კარგად გაჩვენებთ. გადაჭრილი მილია და რისთვის არის კარგი. ესე იგი უბრალოდ გაზის ბალონი მაჩუქა, ცარიელი გაზის ბალონი მაჩუქა მეზობელმა. თვითონ გააკეთა ღუმელი, ოღონ კარი, იმას გამოსაწევი კარი აქვს და ზევიდან არმატურები ქონდა დადუღებული, მაგრამ მე უნდა დამედუღებინა და მე გადავიფიქრე ხარ რატომ. შეშას როცა ვჩეხავ ხოლმე. აი დიდი აი ისეთი მორები და ისეთი ნაწილები მრჩება ხოლმე, რომელიც ასე იგი, რომელსაც ვეღარ ვჩეხავ, აი ხო ხტები, ანუ როცა დრუჟბით დახერხავ შეშას ისეთი ნაწილები რჩება, რომელიც არ იჩეხება ნაჯახით რა. და მე აღარ იცი სად შეტენოს რა, ბუხარში თუ შეაგდებ. და ამაში ჩასაგდებად და ცეცხლის აი გამოსაყედებლად არის იდეალური. ამიტომ ზევიდან არმატურები აღარ დავადუღე, სეტკა მაქვს იმას გადავუფენ ხოლმე და ქვაბს ეხა ქვაბი უნდა დავადგა და მოვხარშო რაღაც საქონლის ძვლები რა, ძაღლისთვის. კბილებს ავარჯიშებს და იქ ძაღლს სჭირდება ძვლები, ხო და? საჭმელი კი აქვს, მაგრამ რო ღრღნის ძვალს ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა ძაღლს, ამ დროს და არის ბედნიერი რა და მოკლედ დრო და დრო საჭიროა ხოლმე. და მოკლედ აი აქ ფიჩხები და რაღაც ტოტები რო აი გადაბელვას რო აკეთებ ტოტებს და ესე რო გროვდება, ანუ აღარ ვიცოდი სად დამეწვა. მე ძალიან ადიო და ალიზევით და მთელი ამ ეხლა პატარა თონესავით გამომივიდა. ისეთი მაგარი რამეა. აქვე ვწავ, ეხლა მთელი შემოდგომა აქ გავთფები ხოლმე თან. ისე მაგ გაკეთებული უსაფრთხოდ არის, ცეცხლი არსად არ გადავა. თან თვეები თან რაღაცას მომხარშავ ხოლმე, თან ვიყენებ რა. ანუ რესურსად ვიყენებ, რომ დაჩეხილი შეშა ტყუილა რო არ დავწვა რა. ანუ ეს დასაწვავი მაქვს, მაინც არ მჭირდება ეს ტოტები. ხა თონი არა მაქვს, მე კი მექნება თონე, მაგრამ თონისთვის მე გადავდებ ხოლმე პატარა წალამს რა, ვიწროებს. მოგეთ მაგარი საინტერესო რამეა, დღისით გადავიღებ ამას ხვალ და გავჩვენებთ. ხა აიწყობა ეს ბლოგი და გადავჭერი, წყალი მივასხი გადავჭერი, ცარიელი, მე გამოვჭერი ბარგალკით. იდეალური რამეა, დიდი ესე თქვა რაღაცა მორები რაც მორჩენილია და აღარ იჩეხება. აი ეს კაი ნაკვერცხარი რო დაგროვდება, ჩაყარე მთელი ღამე იწვის რა. მე უცებ ყავას მოვადუღებ. რაღაცას გააკეთებ, ხა გუშინ ბარკალი გავაკეთე. მე ჩაკიდული აი ის რო არის კანჭს რო უძახიან, აი კანჭის ფორმის მაგ ხორცის მაგნაჭერს დავითრევ და მაგას გავაკეთე მაგ პრინციპით რა. გუშინ ბარკალი გავაკეთე, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეგეთი გემრიელი ხორცი ცხოვრებაში არ გამისინჯავს. არა და ხა ბარკლები 1000 ჯერ შემიწოს, მაგრამ არ გამომსვლია ხოლმე რა. აი პიკანტური და საუცხო გემო შეიძლება შეესაბამებოდეს. ეგეთი გემო მე არ ვიცი. ხო შევწვი, მე ქვევით ჩავდგი პატარა ნაკვერცხაზე ნელა იწვებოდა. აუ კანჭის გავაკეთებ, ხა კანჭის ლუდებში რო იხარშება იმას არ ვიცი, ხა პროსტა იმ ხორცს რა. აი ნიორი რაღაცები რო ჩავდებ, სუნელებს გავუკეთებ, დავსერავ, ჩავკიდებ. მე თან ცეცხლზე შევწვე, ცოტა ცეცხლი იწვებ, ცეცხლი ურტყავდა რა, აი ამერიკულად გავაკეთე და მე ნაკვერცხაზე შევწვე. აი ეგრე ცოტა ცეცხლს მივუშვებ, ცოტას. აი ცხიმზე რო ცეცხლი ამოდის და მე ფოლგაში შევახვევ. ხა კარტოფილები მქონდა გუშინ ფოლგაში შეხვეული. მე მაგას ფოლგაში შევახვევ და ნაკვერცხალში შიგნიდან ჩაიხარშება. აუ რაღაცა სასწაულს გავაკეთებ რა. მოკლედ მაგარი რამეა. ეხლა დღისითაც გაჩვენებთ. აი ესე გამოიყურება დღისით. ესე გადავჭერი ბარგალკით წრიულად. და პლუს ახლა ეს ნაცარი რაც არის გამოვყრი და მიმოფანტავ ბუნებაში კარგია პირიქით ნაცარი. ლურსნები და რაღაცები რაც თქვა შეიძლება დარჩეს დამწვარი ფიცრებისგან, ძირითადად ტოტებია ხოლმე. მაგნიტით ამოვკრიფავ, რომ მე ფეხში შველა დავდივარ ხოლმე ზაფხულზე და ან ბავშვმა რო გაიაროს, ან ვიმემ რო გაიაროს, ფეხში ლურსმანი არ შეეჭოს რა. მაგნიტით ვუკრიფავ რა. ვასუფთავებ. აი ეს ზევიდან გადავჭერი ესეთი ამის თავს გაჩვენებთ როგორიც იყო გაზის ის იყო ბალონი და ოთხკუთხედად გამოვჭერი აი ესე რა. ესე ოთხკუთხედად და აქედან მივაკარი სეტკა.
ანუ დავახვიე სეტკა, აი ესეთი სეტკა. ღობე რა, ღობის ბადე თხელი სეტკა დავახვიე, მავთულით შევკარი. აქედან ჰაერით შედის. მაგით არის კარგი რა, ჰაერით შედის, ნაცარი აქეთ გამოდის. ახლა მივარტყა, შეხედე. აი. გუშინ დავტოვე, პარკი ჩავაგდე, გუშინ დავტოვე ცეცხლზე. გუშინ ცეცხლზე დავტოვე. ნაკვერცხელი და ნაცრად იქცა. ხო და დიდ ქვაბში მოვუხარშე ლომას საქონლის ძვლები. ადრე გადავიღე ვიდეო, უკრაინის ომი იყო ახალი დაწყებული და ვიდეო გადავიღე როგორ უხარშავდი ძვლებს და დამიბლოკა YouTube-მა რა. წესდება დაარღვიეო. აქ ადამიანების უფლებები ირღვევაო, ეს ძვლებს რა პუნჩი აჩენო. ისაო, უკრაინაში ომი მიდისო, ამ ხელ ამბავიაო და შენ აქო ძვლებს აჩენო, ვითომ გეგონება ხა მე რა ქვია, დახუცილი ხალხის ძვლებს ხარშავდი რა, საქონლის ძვლებს ხარშავდი ძალისთვის და დამიბლოკა რა, ნუ რაღაც სისულელი რა. აი YouTube-ზე მასეთ რამეს მართლა ვეღარ წარმოვიდგენდი. ნუ TikTok-ს ხო უამრავი იდიოტური შეზღუდვა აქვს და მაგარი ხა იქით ჭამს ხა ძაღლი დაუყარი და ღეჭავს ხტილები და იმას რომ ხტილები და ეს ნახარში ზოგადად კარგია ძაღლისთვის და რო ღეჭავს ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა ძაღლს და ხშირად ჭირდება ძვლები რა. აი ამ სეტკას ვაფარებ ხოლმე. რასაც მინდა მოუხარშავ სიტყვაზე მაღაზიიდან გაყინულ ხინგალს წამოვიღებ, უცებ მოიხარშავ. ხინგალი გაქვს რა, რაღაცა გაქვს და აქ ხა კანჭსაც გავაკეთებ, ჩაკიდულ კანჭს გავაკეთებ, მე ვიდეოს გადავიღებ ერთი აუცილებლად რა. კანჭის მენიუ არ გამოვა ზუსტად, მაგრამ კანჭის ხორცით ჯერ ესე ცეცხლზე შევბრაწავ და მე ფოლგაში გავაკეთებ, ძალიან მაგარი იქნება. ეს ტოტები დამიგროვდა და თან დასაწვავია. ესეთი მაგარი რაღაცა გამოვიდა. ცოტა ბროწეული მოისხაწას, წეს ცოტა არის ბროწეული. ამ კარალიოქს და ხურმას არ ვიცი რა ჭირს, რა დაავადებაა თუ რა ხდება. 5 წელია კარალიოკი არ მიჭამია. აი ხა გაჩვენოთ, აი შეხედეთ რა ხდება. ანუ დამწიფებული არ არის, ანუ ადრე იყო როგორ რა. ეხლა ეს მაგალითად წესით კარალიოკად შეიძლება გადაქცეულიყო. 1-5 წელია ალბათ რა არ მიჭამია, იმიტომ რომ ან გადაიქცეოდა კარალიოკა და ან ხურმად რა, თითო ხეზე ზოგი ხურმა იყო, ზოგი კარალიოკი. ეხლა პირდაპირ ან მკუხე ცვივა, ან კიდე აი ესე ლპება და ცვივა რა. და რისი ბრალია ხო არ იცით რა ვიცი ხახნო რა არის. ესეც ხიმტრეილერების ბრალია, რისი ბრალია არ ვიცი. მაგრამ აღარ ვიცი უკვე რა. თუ რაიმე დაავადება აქვს ხეს თუ რა ხდება არ ვიცი. ყველა კარალიოკის ხეზე ესია რა. თორე ჩირს გააკეთებდი, რაღაცას გააკეთებდი, ესენი ვაფშე აღარ ვარკა რა. ეგ არის ორი ცალი რო არის ჩამოგდებული, თორე ისეთი ტყლა, აი ჩამოვარდება და ტყლარწივით იწელება. აზრი არ აქვს, ანუ არახსაც ვერ გამოხდი, ანუ ვაფშე ვერც კი მოაგროვებ, რო აწიო ხელი და თავი ხრჩება რა. ხო, მოგეთ ესეთი ამბებია. აქეთ გადავჩეხე ცოტა ტოტები და წელს არ არის ბროწეული რაღაც. მოკლედ ტყემანსაც არ ესხა თითქმის, ძალიან ცოტა იყო. რაც არის ეგრევე ქარები, მაისში ამოვარდება ხოლმე და ივნისში ქარები, ეგრევე მობერტყავს, ეგრევე უნდა ეცე და გააკეთო, თორე ბერტყავს ქარი ეგრევე, რაღაც ქარია ხოლმე, ძლიერი ქარი მაგ პერიოდში და აი ესეთი ამბებია რა. მორჩა ჩვენი ბლოგი. მე გადავიღებ კიდე ახლოს. ხო, იმიტომ რომ ხა ის არის ხოლმე რა, ანუ უცებ ეხა ხო როგორ არის დღეს ხვალ და ზეგარი კარგი ამედი. მე ერთი კვირა არის წვიმები. ეხა რაღაც საქმეები მაქვს, უნდა მოვასწრო რა. ხო და მე არის წვიმები, ერთი კვირა წვიმა იქნება. მე ერთი კვირა წვიმა რო იქნება, ჩაუჯდები და რაც მაქვს დასამუშავებელი მასალები, ძალიან ბევრი ლექციას დავდებ, 5-6 ლექციას დავდებ რა. ნაწილი ნათარგმნი მაქვს უკვე. ნაწილი ჩემი დავამატე. მე ანალიტიკა უნდა ამ ინფორმაციებს. წვიმების დროს დავჯდები სახლში და ვიმუშავებ. ხო და შუალედებში ესე გადავიღებ ხოლმე ბლოგებს რაღაცებს რო ვაკეთებ. ერთი დღის ბლოგი არ იქნება, 5-6 დღის ბლოგი იქნება და ეგ იქნება რა. რაც იქნება, ავი ზოგს მოეწონება. ვერ ხან სამოგზაუროთ ვარ, ხან ისე ხანას და ასე შემდგომ რა. აბა ჰედა აბა ხო. გააკეთეთ დონაციები, დასვით შეკითხვები. ზოგმა იქით, ზოგმა კომენტარებში, ზოგმა დონაციებში. აბა ჰე.